შამილ ტატულაშვილი, ეს სახელი და გვარი უკვე ყველამ იცის. 80 წელს გადაცილებული დმანისის მკვიდრი ხეებს სკავს, ეს ბრაკონიერების განიცავს ერთი სიტყვით გარემოსულის. ტატულაშვილის ბუნებაზე ზრუნვა დაუფასდა და გარემოს დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრისგან სიგელი მიიღო. იმედის გმირს უფრო ახლოდან ნანუკა მეშველაშვილი გაგაცნობს. გაკეთებისთვის არა აწყელა და კაპუტებისთვის ყველას აწყელა. დმანისელი შამილი პაპა საზოგადოებამ იმედის გმირებიდან გაიცნო. 80 წლის შამილ ტატულაშვილი გარემოს დასუფთავებაზე უანგაროდ ზრუნავს. ამბობს, რომ ეს საქმე უკვე 20 წელია მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. ბუნების კომაქს იმედის ეთერში გასული ფილმის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ჩემი ცხოვრება ეგ არის. ბუნება უნდა დავიცვა. მე სხვა მიზანი არ მაქვს. მე ხელს რუჭრიან, გინდა ჩემი ხელი მოუჭრიათ, გინდ ხე მოუჭრიათ, თემსულეთ. გვინდა რომ ამ ადამიანს და თვითონ დმანისის მუნიციპალიტეტს გვერდში დაუდგეთ და ახალი იდეებითაც და ხელი შეუწყოთ, რომ უფრო პოპულარული გახდეს ეს ღირებულება, რასაც ქვია გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვა. მოხუცმა ახალგაზრდებიც აიყოლია. იმას, რასაც თავად წლების განმავლობაში მარტო აკეთებდა, ახლა უკვე დმანისელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ჩვენი პაპა შამილი, ასე ვთქვათ, დაგვეხმარება, გვეუბნება ადგილებს, რომლებიც არის დასასუფთავებელი და ჩვენ ასუფთავებთ ამ ადგილს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გარემოს დაცვაზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა არსებული ვითარება არც ისე სახარბიელოა. სტატისტიკა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, ჩვენ ყოველ შემთხვევაში გამარჯვებულები არ ვართ. სოფლიოში სისუფთავის თვალსაზრისით სამწუხაროდ ეს არის არა მხოლოდ იმის ბრალი, რომ არ არსებობდა სამართლებრივი მექანიზმები, სანქციები ყოველთვის არსებობდა მეტნაკლებად. პრობლემა არის თვითონ საზოგადოების ცნობიერებაში. გარემოს დასაცავად რამდენიმე კამპანია მიმდინარეობს. ბუნების დაბინძურებაზე სანქციებიც მკაცრდება. უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია.